საავადმყოფოდან გაქცეულ პატიმრებს ამ წუთებში ცეძებენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კლინიკა ავერსის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. სამი მსჯავრდებული მაშინ გაიქცა, როცა ისინი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებმა სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოში მიიყვანეს. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, მათ მიერ აღწერილი სამოძრაო ტრაექტორია კინოლოგებმაც დაადასტურეს. დიდი ალბათობით არსებობს შესაბამისი ვიდეო მასალაც, რადგან კლინიკის ტერიტორია რამდენიმე სათვალთვალო კამერით კონტროლდება. იუსტიციის მინისტრი გაქცეულებს ჩაბარებისკენ მოუწოდებს, მიმართვა ვრცელდება მათი ოჯახების მისამართითაც. უცნობი არიან თუ არა პატიმრების შეიარაღებულები, არ კონკრეტდება ის დანაშაულებიც, რისთვისაც გასამართლებულები არიან. ბელა ზაქაიძე მუშაობს შემთხვევის ადგილზე, მას ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ. ბელა, დღის ბოლოს სამძებრო ოპერაციის შესახებ რაიმე ახალი დეტალი თუ არის ცნობილი? სამი პატიმრის გაქცევიდან 8 საათის შემდეგაც ავერსის კლინიკაში კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თქვენ ახლა კადრში ჩემს უკან ხედავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე ექსპერტიზის სამსახურის თანამშრომლები და იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლები, როგორ ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს. ეს არის ის მანქანა, სამარშრუტო მანქანა, რომლითაც პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სამი პატიმარი მოიყვანეს ავერსის კლინიკაში. ამ ავტომანქანიდან მოხდა აღება ნიმუშების. კინოლოგიური სამსახური იყო მოსული ცოტა ხნის წინ და იქ აღებული სუნის ნიმუშის მიხედვით ძაღლი ზუსტად იმ მიმართულებით წავიდა, რა მიმართულებასაც აღწერდნენ მანამდე მოწმეები. ჩვენ ვესაუბრეთ ავერსის კლინიკის თანამშრომლებს, მათ შორის ავტოსადგომის მძღოლებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ეზოდან პატიმრები გაიქცნენ ავერსის კლინიკის უკანა მხარეს, სადაც არის ავტოსადგომი, გადაკვეთეს ავტოსადგომი და სწორედ იმ მიმართულებით წავიდა ძაღლი, რომელმაც სუნი აიღო პენიტენციური სამსახურის იმ მანქანიდან, რომლითაც მსჯავრდებულები მოიყვანეს ავერსის კლინიკაში. გარდა კინოლოგიური სამსახურისა, როგორც უკვე გითხარით, სხვა მიმართულების ექსპერტები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე, დაასურათეს შემთხვევის ადგილი. ხდება შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღება, ასევე მიმდინარეობს ავერსის კლინიკის თანამშრომლების გამოკითხვები, რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლებს, კონკრეტულად ბადრაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ახლდნენ პატიმრებს და რომელთა მეთვალყურეობის ქვეშაც მოხდა პატიმრების აი ამ კლინიკის ეზოდან გაქცევა. ჩვენ გვქონდა შეკითხვები, მიმდინარეობს თუ არა მათი დაკითხვები, კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებით, თუმცა დეტალები არ ზუსტდება. აქ იმყოფება გენინსპექციის წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროსი, რომლებიც აწარმოებენ ამ საქმეზე გამოძიებას. ყველა შეკითხვა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გვქონდა, დაუსვით მათ, თუმცა ძალიან მწირი ინფორმაცია ვრცელდება მათი მხრიდან. შეიძლება პატიმრების ეგ აიქცე რომ დავადგენთ გამოძიება მაგისტრის არისო დადგინდეს უკაცრავად რა თქმა უნდა ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მიეცემა ყველა პასუხისმგებლობა უკაცრავად დაკავებული ბადრაგები და ვერ გეტყვით ჯერჯერობით ვერ გეტყვით ვერაფერს გაქცეული პატიმრები ნაპოვნები არიან ვერ გეტყვით ვერაფერს ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მძევლად ყავდათ წაყვანილი ბადრაგირების ერთი თანამშრომელიც, თუმცა ეს ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა არ დაადასტურა. იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა გაქცეულ პატიმრებს გონს მოგებისკენ და სამართალდამცველებისთვის ჩაბარებისკენ და თქვა რატი ბრეგვაძემ, რომ ამით შესაძლოა მათ შეუმსუბუქდეთ დანაშაული. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ იუსტიციის სამინისტროს თუ რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება. გაირკვა მუხლიც, მათ გითხრეს, რომ 379 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით მიმდინარეობს გამოძიება, რაც გულისხმობს დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას, ან გადაყვანისას, ან ექსტრადაციისას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის გაქცევას, ჩადენილს ჯგუფურად. ეს მუხლი ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობას. კიდევ ერთ დეტალს გეტყვით, ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო აღნიშნული პატიმრები შეიარაღებულები დადიოდნენ თბილისის ქუჩებში, თუმცა ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ არ დაადასტურა და თქვა, რომ პატიმრები იარაღის გარეშე გაიქცნენ.
მადლობა, ეს იყო პირდაპირი ჩართვა და ბელა ზაქაიძე.